გაძღობა არ აქვს. უკაცრავად ვიმძანდებით ხოლმე. ვისაბნები შენ? ვიმძანდებით უკაცრავად. შენ ვისაბნები? რატო უნდა წავიდე კერძო ტერიტორია? შენ ვიხარდეო? რატო უნდა წავიდე? შენ ღმერთს ახლა ვაგდი ხარ. უკურა მომიგზავნეს ნაბიჯვარი ერთი. ან თქვენი აზრით ქალბატონ აქ ჟურნალისტების გაძევებას რატო მithოვენ პერიოდულად? რატო მithოვენ და სიმართლე არ უნდა გაიგონ? მე მომენტში დამირეკე, დამიძახე, ყველა ადგილას მოვალ, ყველა გაყიდულების ინფორმაციას მე საბუთებს მოვიტან, დავიღალე, ბინძურ ცხოვრებაში დავიღალე. აქ რაც ვითავობს, აქ რაფერს ითავა, ჯინჭარაძემ რაფერი ითავა, დინდა იმა რაფერი ითავა, ყველა სათითაოდ ყველას მოგიყვებით და მე მინდა სუფთა ცხოვრებაში. მე მინდა ამ გამყიდველებიდან გავსუფთავდეთ, მოგვიყვანა რომ გიმიყვანოს და გამიყვანოს ერთი რაფერი და გამიყვანოს. გასაგებია ქალბატონო. და ნაგავი მოსულია და ერთ-ერთმა ქალბატონმა ასე ვთქვა ჩვენთვის აღმოჩნდა მაშველი რგოლი, რადგან აქ ერთ-ერთი პირი ითხოვდა ჩვენს ტერიტორიიდან გაძევებას და პირდაპირ ეთერის გათიშვას, თუმცა ეს ქალბატონი ჩვენთვის ამ შემთხვევაში აღმოჩნდა მაშველი რგოლი და ხელი შეუშალა მას, რომ მისი განზრახვა სისრულეში მოეყვანა.